ღამის 2 საათი. პატარა სახლში 6 ადამიანს ტკბილად წინავს. ვერც ერთი ვერ წარმოიდგენს იმას, რომ მათ სიცოცხლის რამდენიმე საათი აქვთ დარჩენილი. ფანჯრის მიღმა სიჩუმეა. გარეთ არავინ დადის, არავინ ხმაურობს. არც სასამართლო იმართება და არც განაჩენი გამოაქვთ. ღამის წყვდიათში რამდენიმე შეიარაღებული კაცი ჯდება, რომლებსაც ბრძანება უკვე მიღებული აქვთ. ისინი მალე რუსეთის ყოფილ იმპერატორს გააღვიძებენ. ადამიანს, რომელიც 21 წელი მართავდა დედამიწის 1/6-ს. სწორედ ასე დაიწყო მე-20 საუკუნის ყველაზე საშინელი და იდუმალი ღამე. მიხვდებოდით, რომ საუბარი რომანოვებზე მაქვს და ალბათ ყველას, ვისაც ეს ამბავი სმენია, უჩნდება ლოგიკური კითხვა. როგორ აღმოჩნდა უდიდესი იმპერიის ყველაზე გავლენიანი ადამიანი სარდაფში დახმარების გარეშე სიკვდილის პირისპირ? იმისთვის, რომ ყველა კითხვას გავცეთ პასუხი, გარდა იმისა, თუ როგორ შეიძლებოდა პირდაპირ მნიშვნელობით სასაკლაოს მოწყობა, უნდა დავბრუნდეთ 300 წლით უკან. მე-17 საუკუნის დასაწყისი, რუსეთი. ქვეყანა არსებობის ისტორიაში ყველაზე რთულ პერიოდს გადის. ირგვლივ შიმშილი და აჯანყებებია. მოსკოვში პოლონური ჯარი დგას, სამეფო ტახტი ცარიელია და თითქოს სახელმწიფო SS-ა უნდა გაქრეს მსოფლიო რუკიდან. სიტუაცია იმდენად რთული იყო, რომ ისტორიაში ეს პერიოდი არეულობის ხანის სახელით შევა. არავინ იცოდა, ვინ გახდებოდა შემდეგი მმართველი და მეტიც, რამდენიმე წელიწადში საერთოდ იარსებებდა თუ არა რუსეთი. თუმცა 1613 წლის გაზაფხულზე ხდება ის, რაც ქვეყნის ისტორიას მომდევნო 300 წლით შეცვლის. ბოიარების დელეგაცია კოსტრომასთან ახლოს, იპატიევის მონასტერში ჩადის. მათი მიზანი ახალი მეფის პოვნაა. მოულოდნელად არჩევანი 16 წლის ბიჭზე, მიხეილ რომანოვზე ჩერდება. ლეგენდის თანახმად, როდესაც გადაწყვეტილების შესახებ ამცნობეს, ბიჭს ძალიან შეეშინდა. დედა ტიროდა და ყველას ეხვეწებოდა მისი შვილი არ წაეყვანათ. მაშინ ვერავინ ვერ წარმოიდგენდა, რას გამოიწვევდა ეს გადაწყვეტილება. აქედან დაიწყო რომანოვების დინასტიის ისტორია, ოჯახის, რომელიც იმდენი წლის განმავლობაში მართავდა ქვეყანას, რამდენიც მხოლოდ ერთეულმა ევროპულმა სამეფო სასახლეებმა მოახერხეს. სწორედ რომანოვების მმართველობის დროს იქცა რუსეთი მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს დინასტიად. გაჩნდა ახალი ქალაქები, ქვეყანამ არაერთი დიდი ომი მოიგო. აშენდა სასახლეები, რომლებიც დღემდე ყველას აკვირვებს. ტახტი დაიკავეს ძლიერმა რეფორმატორებმა, ნიჭიერმა სამხედრო ლიდერებმა და ენერგიულმა პიროვნებებმა. მათ შორის იყო ისეთი სახელები, როგორებიცაა პეტრე I, ეკატერინე I და ალექსანდრე მეორე. რომანოვების ძალაუფლება 300 წლის განმავლობაში შეურყეველი იყო. ყველაფერი ისე გამოიყურებოდა, თითქოს დინასტია სამუდამო უნდა ყოფილიყო და ყველანაირი კრიზისისთვის გაეძლო. თუმცა ისტორიას სასტიკი ირონია უყვარს. ისტორია, რომელიც მონასტერში 16 წლის შეშინებული მოზარდით დაიწყო, დასრულდა 305 წელში, ურალისგან მოშორებით პატარა სარდაფში, ნიკოლოზ მეორე ალექსანდრესძე რომანოვით, რომელზეც დღეს ბევრს ვისაუბრებთ. 1868 წლის 6 მაისი. ალექსანდრეს სასახლეში, რომელიც ეკატერინე მეორის ბრძანებით ააშენეს მისი შვილიშვილის ალექსანდრე I-ის ქორწინების აღსანიშნად, ბიჭი იბადება. მას ნიკოლოს დაარქმევენ. ბიჭი სრულ ფუფუნებაში იზრდებოდა, გარშემორტყმული სასახლეებით, მსახურებითა და ქვეყნის საუკეთესო მასწავლებლებით. ისინი, ვინც ნიკოლოს პირადად იცნობდნენ, ხშირად ახასიათებდნენ მას არა როგორც მომავალ დიდებულ მმართველად, არამედ ჩუმ, მოკრძალებულ და მორცხვ ადამიანად. ის არ ოცნებობდა ძალაუფლებაზე, არ ილტოდა მბრძანებლობისკენ. საერთოდ არ გავდა იმას, ვისაც ერთ დღესაც მილიონობით ადამიანი უნდა ემართა. თუმცა ბედისწერა უკვე სასტიკ როლს უმზადებდა. 1894 წელს გარდაიცვლება იმპერატორი ალექსანდრე მესამე, ნიკოლოზის მამა. ბიჭი არ იყო მზად დაჩქარებული პასუხისგებლობისთვის, რადგან ჯერ მხოლოდ 26 წელი შესრულებოდა. მომავალში ერთ-ერთი მინისტრი გაიხსენებს, რომ ახალგაზრდა მემკვიდრე ძალიან დაბნეული იყო. თითქოს თვითონაც არ სჯეროდა იმ ფაქტის, რომ ამხელა იმპერია მის ხელში გადადიოდა. თუმცა შეგუებისა და მომზადების დრო არ იყო. რუსეთმა აღიარა ახალი იმპერატორი ნიკოლოზ მეორე. იმავე წელს, აწუკვე მეფის ცხოვრებაში მოხდა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა. ცოლად მოიყვანა გერმანელი პრინცესა ალისა, რომლის სახელიც მართლმადიდებლობის მიღების შემდეგ ალექსანდრა ფეოდორავნათი შეიცვლება. ეს არ ყოფილა არც პოლიტიკური ქორწინება და არც ძალაუფლებისთვის გაერთიანება. მათ ნამდვილი სიყვარული აკავშირებდათ. პირადი დღიურები სასიყვარულო რომანებს გავდა. წერილები კი სამეფო საბუთებს კი არა, ჩვეულებრივი ორი შეყვარებული ადამიანის მიმოწერას, რომელშიც განიხილავდნენ ჩვეულებრივ საკითხებს, უზიარებდნენ განცდებს, მონატრებასა და სიყვარულს უხსნიდნენ. ჩემო საყვარელო, უშენოდ სიცარიელია. განშორების ყოველი წუთი უსასრულობად მეჩვენება.
წერდა ნიკოლოზი მეუღლეს. შენ ხარ ჩემი სიცოცხლე, ჩემი სიყვარული და საუკეთესო მეგობარი. ჩემს გვერდით იყავი. მეტი არაფერი მჭირდება. კითხულობთ ალექსანდრას წერილებში. ქორწინებაში გაუჩნდებათ 5 შვილი, მათგან 4 ქალიშვილი. ოლგა, ტატიანა, მარია და ანასტასია და შემდგომ დიდი ხნის ნანატრი ტახტის მემკვიდრე ალექსეი. ძველ ფოტოსურათებში, რომლებიც მრავლად შემოგვჭა, რომანოვები გამოიყურებიან უბედნიერეს ოჯახად. იცინიან, სეირნობენ, თამაშობენ. თითქოს საიმპერატორო დინასტიას კი არა ჩვეულებრივი ოჯახის ალბომს უყურებთ. თუმცა ამ დროს სასახლის მიღმა სამყარო იცვლებოდა. სანამ ნიკოლოზი ოჯახური ცხოვრებით ტკბებოდა, ქვეყანაში უკმაყოფილება იზრდებოდა. მუშები ცვლილებებს ითხოვდნენ, გლეხები სიხატაკეში ცხოვრობდნენ და რევოლუციური იდეები სულ უფრო და უფრო სწრაფად ვრცელდებოდა. კი, ერთი შეხედვით იმპერია გამოიყურებოდა როგორც უზარმაზარი და ძლიერი. მე-20 საუკუნისთვის რუსეთი გადაჭიმული იყო ბალტიის ზღვიდან წყნარ ოკეანემდე. მეფე მილიონობით ადამიანს მართავდა. თუმცა, მის ფუნდამენტში შესამჩნევი ბზარები ჩნდებოდა. ბზარები, რომელმაც შთანთქა არა მხოლოდ რომანოვების ძალაუფლება, არამედ მათი ოჯახიც. იმპერია მას ვერ ხვდებოდა, თუმცა სადაც ათვლა უკვე დაეწყო. სანამ არისტოკრატია ხელგაშლილად ფუფუნებაში წვეულებებს მართავდა, მილიონობით გლეხი სრულ სიღატაკეში ცხოვრობდა. მუშები მცირე ანაზღაურებაზე მრავალი საათის განმავლობაში მუშაობდნენ. საზოგადოებაში სულ უფრო და უფრო ხშირად ისმებოდა კითხვა. რატომ არ მარტივდებოდა ცხოვრება და არ იცვლებოდა ის უკეთესობისკენ? უკმაყოფილება ყოველწლიურად იზრდებოდა, თუმცა ნიკოლოზის რეპუტაციისთვის მთავარი და შესამჩნევი დარტყმა მხოლოდ 1905 წლის ზამთარში მოხდა. 22 იანვარს ათასობით მუშა სანქტ-პეტერბურგის ქუჩებში გამოდის. ისინი მიზანმიმართულად მიემართებიან ზამთრის სასახლისკენ. მიაქვთ ხატები და მეფის პორტრეტები, რაც იმას გულისხმობს, რომ მთავრობის დამხობას კი არ აპირებენ, არამედ პირიქით. სურთ პირადად მიმართონ მეფეს, მოუყრენ პრობლემების შესახებ და დახმარებას თხოვონ, რადგან სჯერათ, რომ მან უბრალოდ არ იცის, რამდენად რთულ პირობებში ცხოვრობს მოსახლეობა. თუმცა ტრაგედია ტრიალდება. ჯარისკაცები დემონსტრანტებს ცეცხლს უხსნიან. თეთრი თოვლი წითლად იღებება. ბავშვების, ქალებისა და კაცების სხეულები მიწაზე ეცემა. მოგვიანებით ეს მოვლენა ისტორიაში შევა როგორც სისხლიანი კვირა. ბევრისთვის კეთილი მეფის იმიჯი სწორედ ამ დღეს დასამარდა. თაობების განმავლობაში ნაშენები ნდობან გრევას იწყებს, თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია, რადგან წინ რუსეთს უარესი გამოცდა. პირველი მსოფლიო ომი ელოდება. 1914 წელს, მაშინ როდესაც რუსეთი ომში ჩაება, ქუჩები ხალხით აივსო. ისინი ზეიმობდნენ, რადგან დარწმუნებული იყვნენ მარტივ და სწრაფ გამარჯვებაში. თუმცა რეალობა სხვაგვარი აღმოჩნდა. მილიონობით გარდაცვლილი, ათასობით დაჭრილი, იარაღის უკმარისობა, ჩამოშლილი ეკონომიკა. შიმშილი და პურის რიგები. ყოველთვიურად ომს სულ უფრო მეტი ადამიანი ეწირებოდა და მომავლის იმედიც სწრაფად ქრებოდა. 1915 წელს ნიკოლოზმა მიიღო გადაწყვეტილება, თავად ეხელმძღვანელა ჯარისთვის. ერთი შეხედვით ეს ნაბიჯი დასაფასებელია, რადგან მას ძლიერ ლიდერად წარმოაჩენს. თუმცა შედეგი კატასტროფული აღმოჩნდა. ყველა სამხედრო წარუმატებლობა ხალხმა პირადად მის სისუსტეს დაუკავშირა. თუ იქამდე პასუხისგებლობა გენერლებსა და მინისტრებზე ნაწილდებოდა, ახლა განტევების ვაცი ერთპიროვნულად მეფე გახდა. ამ არეულობის და ნეგატიური დამოკიდებულების პარალელურად ქვეყნის დედაქალაქში უცნაური მოვლენა შეინიშნა. იმპერატორის ოჯახის გვერდით ჩნდება ადამიანი, რომლის სახელიც ალბათ ყველასათვის ნაცნობია – გრიგოლ რასპუტინი. ვიღაცისთვის ის წმინდა ადამიანი იყო, ვიღაცისთვის კი საშიში ავანტიურისტი. ვრცელდება ჭორები, გაზეთებში შეთქმულებების შესახებ წერენ, სასახლეებში მის გავლენასა და ძალაუფლებაზე ჩურჩულებენ. მმართველი ძალის მიმართ ნდობა იკლებს. თუმცა იმპერია კვლავ განაგრძობს არსებობას. ქუჩებში კვლავ დადიან პოლიციელები, სასახლეებში ჩვეულად იმართება შეხვედრები. რომანოვებისთვის რწმენა არასდროს არ ყოფილა უბრალოდ ტრადიციის ნაწილი. ის იყო მათი ფუნდამენტი. ნიკოლოზ მეორე ბავშვობიდან იყო დარწმუნებული იმაში, რომ ძალაუფლება არა მხოლოდ მემკვიდრეობითა და კანონით, არამედ ღმერთისგან ერგო, რათა შეენარჩუნებინა ის წესრიგი, რომელიც მან დაამკვიდრა. მეუღლე, ალექსანდრა უფრო რელიგიური იყო. რუსეთში გადაცხოვრების შემდგომ ნუგეშს სულიერ მსჯელობებსა და ლოცვებში ჰპოვებდა. თუმცა რასპუტინის გამოჩენამ ყველაფერი შეცვალა. გრიგოლი უბრალო, ციმბირის სოფლიდან იყო. არც თავადაზნაური ყოფილა და არც განათლება ჰქონია. სარგებლობდა უჩვეულო რეპუტაციით. ცნობილი იყო როგორც უხუცესი. ბევრს სწამდა, რომ გააჩნდა სულიერი ძალა და განკურნების უნარი. საინტერესოა, როგორ შეაღწია ასეთმა ადამიანმა სამეფო ოჯახში, არა? იმპერიის ტახტის მემკვიდრეს ალექსეის ჰქონდა მძიმე დაავადება, ჰემოფილია, რომლის წინააღმდეგ ბრძოლაში ექიმები უძლურნი აღმოჩნდნენ.
ბიჭის მდგომარეობის გაუარესების დროს ოჯახი გლოვაში ვარდებოდა და როგორც მათი თანამედროვენი იხსენებდნენ, მხოლოდ რასპუტინს შეეძლო სიტუაციის გამოსწორება. ბავშვს მარტივად ამშვიდებდა და როგორც ალექსანდრა მიიჩნევდა, მდგომარეობასაც კი უმსუბუქებდა. შესაბამისად, ის დედისთვის არა მხოლოდ პოლიტიკურ ფიგურად, არამედ იმ ადამიანადაც იქცა, რომელსაც ყველაზე ძვირფას რამეს შვილს ანდობდა. ამიტომ სამეფოში რასპუტინის მიმართ ნდობა სწრაფი ტემპით იზრდებოდა. მართალია ის არიკავებდა ოფიციალურ თანამდებობას, თუმცა მის აზრს თავად იმპერატორიც კი ითვალისწინებდა. და სწორედ ეს გახდა უდიდესი განხეთქილების საწყისიც. ალექსანდრასთვის გრიგოლი იმედისა და უსაფრთხოების გარანტი იყო. არისტოკრატთა ნაწილისა და საზოგადოებისთვის კი საშიში, გაურკვეველი ადამიანი, რომელიც არსაიდან გაჩნდა და ზემოქმედებდა ხელისუფლების გადაწყვეტილებებზე. ყველგან მასზე საუბრობდნენ. გაზეთებში იბეჭდებოდა ჭორები მის შესახებ და რა თქმა უნდა ამის ფონზე დაძაბულობა სამეფოშიც იზრდებოდა. ამ ადამიანის სახელი საიმპერატორო ოჯახის მიმართ უნდობლობის სიმბოლო ხდებოდა და რაც უფრო უარესდებოდა ქვეყნის მდგომარეობა, მით უფრო დიდ ყურადღებას აქცევდნენ რასპუტინს. მოსახლეობას რჩებოდა განცდა, რომ ძალაუფლება მხოლოდ სახელმწიფო ინსტიტუტებს კი არა, არამედ იმ ადამიანსაც ეკუთვნოდა, რომლის გაჩენასა და მნიშვნელობას ვერავინ ხსნიდა. ამ გაურკვევლობისა და შიშის ფონზე საზოგადოებასა და იმპერატორს შორის დამაკავშირებელი საბოლოო ძაფი გაწყდა. იმის გამო არა, რომ რასპუტინი კრიზისის მთავარი დამნაშავე იყო. არა, უბრალოდ იმპერია ბურუსმა მოიცვა. ვერავის გაეგო რა კურსით მიდიოდნენ, ვინ მართავდა, ან საერთოდ რა ხდებოდა სამეფო სასახლეში. 1916 წელს, მაშინ როდესაც 17 დეკემბერი თენდებოდა, რასპუტინი პეტროგრადში, იუსუპოვის სასახლეში შეიტყუეს და მოკლეს. ამ ფაქტიდან რამდენიმე კვირით ადრე მან სამეფო ოჯახს წერილი გაუგზავნა, რომელშიც წერდა: თუ მე უბრალო ხალხი მომკლავს, დინასტია გადარჩება, მაგრამ თუ თავადაზნაურები მომკლავენ, მაშინ 2 წელში მეფეც და მისი ოჯახიც დაიღუპება. და შესაძლოა, სწორედ ეს სიტყვები იქცა რომანოვების წყევლად. 1917 წლის თებერვალი. პეტროგრადში არეულობაა. ადამიანები ქუჩაში გამოდიან. ირგვლივ პროტესტები, პურის რიგები და შიმშილია. სიტუაცია ყოველდღიურად უარესდება და იმპერია კონტროლის კარგვას იწყებს. ამ დროს ნიკოლოზ მეორე დედაქალაქიდან შორს, მოგილევში, თავის შტაბ-ბინაში იმყოფება. საგანგაშო ცნობები იქამდე მალევე აღწევს, თუმცა მოვლენის მასშტაბს ვერ ხვდებიან. არა და სამხედრო დანაყოფები ერთმანეთის მიყოლებით უკვე ამბოხებულებს უერთდებიან. პოლიცია ქუჩებიდან ქრება. მინისტრები მეფესთან სასოწარკვეთილ დეპეშებს გზავნიან და მყისიერ გადაწყვეტილებებს ითხოვენ. ნიკოლოზი გადაწყვეტს დედაქალაქში დაბრუნებას. ჯდება მატარებელში, რომელიც პეტროგრადამდე ვერასდროს ჩავა. რკინიგზის სადგურზე მოდის ახალი შეტყობინებები. გზა ჩაკეტილია. ქალაქი ფაქტობრივად დაკარგულია და ამ დროს იმპერატორი პირველად ხვდება, რამდენად სერიოზული და რთულია სიტუაცია. მატარებელი ჩერდება და იწვლის მიმართულებას. მატარებლის მიმართულების შეცვლასთან ერთად ნიკოლოზის ბედიც იცვლება. იმპერია განაგრძობს არსებობას, მაგრამ უეცრად მისი მმართველი სრულად მოკვეთილია თავისივე სახელმწიფოსგან. უახლოეს დღეებში ნიკოლოზს ესტუმრებიან ადამიანები, რომლებსაც იქამდე მოკავშირეებად თვლიდა: გენერლები, მინისტრები, მაღალი თანამდებობის პირები. თუმცა ისინი მის მხარდასაჭერად კი არა, თხოვნით მიდიან, თხოვნით, რომ ნიკოლოზმა უარი თქვას ძალაუფლებაზე. წარმოიდგინეთ, რომანოვები 300 წელი მართავდნენ რუსეთს. კი, შეიძლება მეფე შეცვლილიყო ან იმპერატორი გარდაცვლილიყო, თუმცა ის, რომ მმართველ მონარქს თავისინებით დაერთმო ტახტი, შეუძლებლად ჟღერდა. ზეწოლა ყოველ საათში იზრდებოდა, დეპეშები სულ უფრო და უფრო მეტი მისდიოდა. ისინიც კი ვისი მოკავშირეობის იმედიც ჰქონდა ნიკოლოზს, იმავეს ურჩევდნენ. იმპერიის შენარჩუნება რამის შეწირვის გარეშე შეუძლებელი ხდებოდა და ეს მსხვერპლი აუცილებლად ნიკოლოზზე უნდა ყოფილიყო. 1917 წლის 2 მარტი. იმპერატორი სრულ მარტოობაში დიდი ხნით რჩება. მის წინ რამდენიმე ფურცლიანი დოკუმენტი დევს. ერთი შეხედვით, არაფერი განსაკუთრებული. თუმცა რეალურად, მთელი ეპოქის ბედს სწორედ ის წყვეტს. ღამდება. სიჩუმეს მხოლოდ მატარებლის ხმა არღვევს. ნიკოლოზი ხელში კალამს იღებს. ფიქრობს ქვეყანაზე, ოჯახზე, ვაჟზე, მომავალზე, რომელსაც ვეღარ გააკონტროლებს და გადაწყვეტილებას იღებს. მელანი ფურცელს ესხმევა. რამდენიმე წამში ხელი მოწერილია და ამ წამებში რუსეთის იმპერიის ისტორია სრულდება. რომანოვების მმართველობის 303 წლიან დინასტიას წერტილი ესმევა. ადამიანი, რომელიც დღის დასაწყისში მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს იმპერიას მართავდა, მეფობას წყვეტს. ბრძოლის, სროლისა და ხმაურის გარეშე. ერთი ხელმოწერით. მომავალში ნიკოლოზი საკუთარ დღეორში დაწერს. გარშემო ღალატი, სიმხდალე და ტყუილია.
და ალბათ ეს სიტყვები საუკეთესოდ აღწერს მის იმდროინდელ განცდას. თუმცა ნამდვილი კოშმარი ჯერ კიდევ წინ იყო. მაშინ ნიკოლოზს იმედი ჰქონდა, რომ ყველაზე დიდი მსხვერპლი უკვე გაიღო. ვერ წარმოიდგენდა, რომ ხელმოწერით გაწირა საკუთარი თავისუფლებაც და სიცოცხლეც. მას შემდეგ, რაც ყოფილმა იმპერატორმა გადაწყვეტილება მიიღო, ის იქცა უბრალოდ ნიკოლოზ რომანოვად. გაქრა ძალაუფლება, თუმცა დარჩა ოჯახი და ისიც მათთან ჩქარობდა. ცოლთან, შვილებთან, ჩვეულ ცხოვრებასთან და გარემოსთან, რომელიც მთლად ჩვეული არ დახვედრია. 1917 წლის გაზაფხულზე რომანოვები ალექსანდრეს სასახლეში, შიდა პატიმრობაში აღმოჩნდნენ. თითქოს იმავე ადგილას, ნაცნობ ოთახებსა და დერეფნებში იყვნენ, თუმცა არ ჰქონდათ მთავარი რამ, თავისუფლება. კართან შეიარაღებული დაცვა იდგა, რომელიც აკონტროლებდა მათ ყველა ნაბიჯს, საუბარსა და წერილებს. მათ სულ უფრო და უფრო ავიწროებდნენ. ჯერ საკონტაქტო წრე შეუზღუდეს, შემდეგ გასვლის სიხშირე და ბოლოს ოთახებიც კი. მდგომარეობის განმუხტვის მიზნით რომანოვების ოჯახი სტანდარტულად განაგრძობდა ცხოვრებას. წიგნების კითხვას, ბაღში სეირნობას, შეშის ჩეხვას, თოვლის წმენდასა და ტანსაცმლის კერვას. ფუფუნება გაქრა. ამასობაში ჩაკეტილი სასახლის მიღმა რუსეთი იცვლება. რევოლუცია მძაფრდება, დროებითი მმართველობა კონტროლს კარგავს, ქვეყნის ბედი სულ უფრო არაპროგნოზირებადი ხდება. ზაფხულში ჩნდება აზრი, რომ დროა ოჯახი რუსეთიდან გადაიხვეწოს. პოლიტიკოსთა ნაწილი მათ ინგლისში გადაყვანას თავაზობს, რომელსაც ნიკოლოზის დეიდაშვილი, ჯორჯ მეხუთე მართავდა. მათ ყოველთვის ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდათ და აქვე ნახეთ რამდენად გავდნენ ერთმანეთს. ეს გეგმა მალე იფარცხება. ოჯახის საზღვარგარეთ ევაკუაციის ნაცვლად 1917 წლის აგვისტოში ისინი შორეულ ციმბირის ქალაქ ტობოლსკიში გადაჰყავთ. 1918 წელს მოდის ახალი ბრძანება და რომანოვები ტოვებენ ტობოლსკს. ისინი ეკატერინბურგში გაამგზავრეს, ქალაქში, რომელიც რევოლუციის საყრდენ წერტილად ითვლებოდა. მათი ახალი საცხოვრებელი ინჟინერ იპატიევის სასახლე გახდა, ორსართულიანი სახლი წყნარ ქუჩაზე. თავიდან ეს ადგილი ჩვეულებრივად გამოიყურებოდა, არანაირ ყურადღებას არ იქცევდა, თუმცა ნელ-ნელა შენობას გარშემო მაღალი ღობე შემოარტყეს, ფანჯრები დალუქეს და მოსახლეობას მიახლოებაც აუკრძალეს. ოჯახი რამდენიმე ოთახში გამოკეტეს. მათი დღეები რუტინულად გადიოდა. გაღვიძება, საუზმე, წიგნები, საუბრები, ლოცვა, ლოდინი. არავინ ეუბნებოდათ რა ელოდებოდათ წინ. თვითმხილველების თქმით, ნიკოლოზის სიმშვიდის შენარჩუნებას ცდილობდა. ის ბევრს კითხულობდა, ბაღში მუშაობდა, დიდ დროს ატარებდა შვილებთან და ცდილობდა შეექმნა მათთვის იმის ილუზია, რომ ყველაფერი კარგად იყო. თუმცა თავად კარგად ამჩნევდა დაცვის გაუხეშებას, ტონის ცვლილებას. ყველაზე რთული ის იყო, რომ არ იცოდნენ რა ხდებოდა სახლს მიღმა. ცდილობდა თუ არა ვინმე მათ პოვნას და დახსნას. ვინიგებდა სამოქალაქო ომს, ცნობილი იყო თუ არა განაჩენი. ამასობაში ეკატერინბურგში სიტუაცია იძაბებოდა. ანტიბოლშევიკური ჯარები ქალაქს უახლოვდებოდნენ და რაც უფრო ახლოს იყვნენ ისინი, მით უფრო ნერვიულობდნენ ადამიანები, რომლებსაც რომანოვების დაცვა ებარათ. დაიწყო საიდუმლო თათბირები, კამათი, დეპეშების გაგზავნა-გამოგზავნა, მსჯელობები და უთანხმოებები. რა მოუხერხონ ყოფილ მეფეს, მის ოჯახს, რა უნდა ქნან თუ ქალაქს აიღებენ და არც ერთ კითხვაზე პასუხი არ ჰქონდათ. დრო კი იწურებოდა. საღამოა, ოჯახი იკრიბება. საუბრობენ, ლოცულობენ, წერენ წერილებს, რომლებიც არასდროს გაიგზავნება. გოგონები მღერიან, ხუმრობენ, აწყობენ მომავლის გეგმებს, რადგან ჯერ კიდევ აქვს მშვიდობის, ჩვეული ცხოვრების დაბრუნების, სამყაროს ნახვისა და ზღვაზე გასვლის იმედი. სანამ ოჯახი მომავალზე ოცნებობს, იქვე ახლოს კაბინეტში მათი ბედი ჩურჩულით წყდება. ანტიბოლშევიკური ჯარები სულ უფრო ახლოს არიან. ადგილობრივი ხელისუფლება ხვდება, რომ თუ ქალაქი დაეცემა, რომანოვები თავისუფლებაზე აღმოჩნდებიან. ამის დაშვება კი არ შეიძლება. გადაწყვეტილება მიღებულია. ამასობაში ოჯახი დასაძინებლად ემზადება. ვერც ერთი მათგანი ვერ წარმოიდგენს იმას, რომ ეს მათი ბოლო საათებია და მთელი ტრაგიზმიც სწორედ ამაშია. როცა ადამიანმა იცის საფრთხის შესახებ, ის ემზადება. როცა იცის განაჩენის შესახებ, ცდილობს შეეგუოს, ბოლოს სურვილი აისრულოს, ოჯახს დაემშვიდობოს. რომანოვებს ამის უფლება არ მისცეს. ღამეა, ოთახებში ერთმანეთის მიყოლებით ქვრება შუქი. ყველა ტკბილად იძინებს. ამასობაში ბრძანება გაცემულია. ადამიანები იარაღებს ამოწმებენ, ბოლო დეტალებს გადიან. ოთახებში სიბნელია. არაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ ეს ღამე მე-20 საუკუნის ყველაზე ცნობილი ღამე გახდება. რამდენიმე დაცვის წევრი მისაღებ ოთახში ფხიზლობს. 2 საათი. მოძრაობები უკვე შეინიშნება. ადამიანები კიბეებზე ადიან ფეხაკრეფით, ჩუმად. უახლოვდებიან ოთახებს, რომლებშიც რომანოვებს წინავთ. 2 საათი და 10 წუთი. კარზე კაკუნია, უხეში, მოულოდნელი. აღვიძებენ, ვერ ხვდებიან რა ხდება.
უბრძანებენ სწრაფად ჩაცმას, არაფერს უხსნიან. ნიკოლოზე, ადამიანი, რომელიც მიჩვეულია დისციპლინას, ქაოსშიც კი სწრაფად, აუღელვებლად ემზადება. 2 საათი და 15 წუთი. უბრძანებენ დაბლა ჩასვლას, სარდაფში. არავინ საუბრობს. დერეფანში სივიწროვეა, დაცვა ადგილზეა. ოჯახი ერთად მიდის. ნიკოლოს ხელში ავადმყოფი შვილი უჭირავს. გამაყრუებელი სიჩუმე სულ უფრო ამძიმებს გარემოს. 2 საათი და 17 წუთი. შედიან პატარა ოთახში, სარდაფში. ფანჯრები დალუქულია, ჰაერი ნესტიანი. ლამპარი ოდნავ ანათებს იქაურობას. ყველას ეუფლება გრძნობა, რომ რაღაც ვერ არის რიგზე. უბრძანებენ კედელთან დადგომას. ოჯახი ბრძანებას ასრულებს. 2 საათი და 18 წუთი. ოთახში კაცი შემოდის. ხელში ფურცელი უჭირავს. იწყებს კითხვას. სიტყვები მშრალი, ოფიციალური, ემოციებისგან დაცლილია. შინაარსი თავიდან არავის ესმის, თუმცა გააზრების დრო არ აქვთ. 2 საათი და 19 წუთი. პირველი დასროლის ხმა. ოთახში ქაოსია, ყვირილი, წივილი, კვამლი. ისტორია, რომელიც 300 წელზე მეტხანს გრძელდებოდა, თვალის დახამხამებაში სრულდება. პატარა სარდაფში, ჩვეულებრივ სახლში, ჩვეულებრივ ქალაქში. თუმცა ამ გადაწყვეტილების შედეგები 1000 წლეულობით გრძელდება, რადგან ხშირად ისტორია იმპერიის დაცემით არ სრულდება. რომანოვების გვამები ოთახში არ დაუტოვებიათ, ცდილობდნენ დაემალათ ის, რაც სარდაფში მოხდა. მათ ტანსაცმელი გამოუცვალეს და ტყეში გადაიყვანეს. ხელისუფლებას კარგად ესმოდა, რომ თუ მოვლენები გაჟღერდებოდა, სიტუაცია დაიძაბებოდა, არა მხოლოდ ქვეყანაში, არამედ ქვეყნის გარეთაც კი. შრომები სხვადასხვანაირად ვრცელდებოდა. ამბობდნენ, რომ ნიკოლოზი ცოცხალი იყო, მერე ამბობდნენ, რომ ოჯახი ევაკუირდა, შემდეგ კი რომ მათი კვალი დაიკარგა. სიმართლეს დიდხანს მალავდნენ. მოგვიანებით სამოქალაქო ომის დროსაც კი სამარხს მარტივად ვერ მიაკულიეს. კვალი დაკარგული იქნება, დოკუმენტების ნაწილი დამალული, უმრავლესობა კი განადგურებული. ისტორიკოსები მხოლოდ მრავალი წლის შემდეგ მოახერხებენ მთლიანი სურათის აღდგენას. თუმცა, იმ დროისთვის რომანოვების ამბავი უკვე ლეგენდად იქცა. რაც შეეხება ქვეყანას სამოქალაქო ომის შემდეგ ის გაიყო. მილიონობით ადამიანი ფრონტის სხვადასხვა მხარეს აღმოჩნდა. ძველი წესრიგი სამუდამოდ გაქრა და მის ადგილას ახალი სახელმწიფო გაჩნდა. არასტაბილური, სასტიკი და არაპროგნოზირებადი. მადლობა, რომ ვიდეოს ბოლომდე უყურეთ. ძალიან კარგი ამბავი მაქვს, 10,000 გავხდით და თითოეულ გამომწერს უღრმესი მადლობა. აქაც უნდა გთხოვოთ, რომ მოიწონოთ ვიდეო, გამომიწეროთ თუ ჯერ კიდევ არ ყავართ გამოწერილი და დამიტოვოთ რაიმე სახის კომენტარი, იმიტომ რომ ეს ყველაზე ძალიან მეხმარება. დროებით.